მოდი დავიწყოთ ახლა თავიდან კოდის გარჩევა. ეს არის კომენტარი, მრავალსტრიქონიანი კომენტარი, ლურჯი ასობით, რაც არის ეს არის ერთსტრიქონიანი კომენტარი, ანუ წინ რომ ძიეზი აქვს დაწერილი, რომელსაც პროგრამა არ კითხულობს, ეს მხოლოდ ჩვენთვის ჩანს. სპიდი არის მითითებული კუს სიჩქარე თუ რა სიჩქარით მოძრაობს კუმ. შემდეგ ფუნქცია არის შექმნილი სახელად drawsir. რადიუსად მითითებული აქვს პარამეტრი და აქ ეს პარამეტრი გამოყენებული არის აქ თუ რამდენი პიქსელით გადაადგილდეს წინ და რამდენი რადიუსით მქონე წრე დახატოს. ესე იგი, ეს ზოგადად ხატავს წრეს, ხო? სახელიდანაც მივხვდებით, რომ წრეს ხატავს, უბრალოდ მარჯვნივ ბრუნდება, წინ მიდის ამდენი პიქსელით, რასაც აქ მიუთითებთ, პირველ, მეორე და მესამე ცვლადებში მიუთითებთ რიცხვებს. მოდი გავუშვათ, რანაც დავაჭიროთ და უფრო დეტალურად მივხვდებით. აქ გვეკითხება პირველი წრე რამდენი რადიუსის იყოს, ხო? ამას გვეკითხება აქ first რადიუსი რომ არის ცვლადი შექმნილი, აქ ეს first რადიუსი იღებს მნიშვნელობას თუ რასაც მოხმარებელი შეიყვანს. ანუ ჩვენ აქ ამ ტექსტს ახლა გვეკითხება აქ. და ეს int input-ი არის ზუსტად ის ბრძანება, რომ ჩვენ უნდა შევიყვანოთ აუცილებლად ინტეჯერი, ანუ მთელი რიცხვითი მნიშვნელობა. და ზუსტად ეს ტექსტი, ანუ ეს ბრძანება აკეთებს იმას, რომ აქ გამოვიდა ფანჯარა, ამოვარდა და ჩვენ გვეძლება ტექსტის შეყვანის საშუალება. ამ შემთხვევაში რიცხვი უნდა შევიყვანოთ. მაგალითად დავწერეთ 20, ხო? ჩვენ შეყვანილ 20 რიცხვს 20-იანს შეინახავს ეს first radius. შემდეგ second radius-ი არის ახალი ცვლადი შექმნილი და ისევ გვეკითხება შემდეგი წრის რადიუსი. ამ შემთხვევაში მოდი დავწეროთ 30 და enter-ს დავაჭიროთ და შემდეგ მესამე ცვლადი არის შექმნილი და ისევ გვეკითხება მესამე წრის რადიუსი და აქ მოდი დავწეროთ 10 დავწეროთ. ერთი წამით Ctrl-Z, აქ დავაწყაბოთ და 10 დავწეროთ. როდესაც enter-ს დავაჭერთ, გადავა უკვე ამ ბრძანებაზე. დაიხატება წრე first radius-ის მქონე, დაიხატება წრე second radius-ის მქონე და დაიხატება წრე მესამე radius-ის მქონე. აქ დავაწყაბოთ enter-ს დავაჭიროთ ერთი წრე, მეორე წრე და მესამე წრე დაიხატა. ანუ როგორ აკეთებს ამას, მოდი speed-ი შევამციროთ, დავწეროთ 1, გავუშვათ თავიდან, მაგალითად მივდიდეთ 10, 20 და 30, ხო? ჩამოვიდა იმ პოზიციაზე, საიდანაც უნდა დაიწყოს 10 პიქსელი რადიუსის მქონე წრის დახატვა და როდესაც ერთ წრეს დახატავს, მერე ისევ საწყის პოზიციაზე ბრუნდება, აქ 0 და 0, აქ რომ არის მითითებული set position 0 და 0, ზუსტად ამან დააბრუნა საწყის პოზიციაზე. ანუ თუ მივუთითეთ ჩვენ 10 პიქსელით ჩამოვიდა ქვევით, დახატა 10 რადიუსის მქონე წრე და დაბრუნდა საწყის პოზიციაზე. შემდეგ თუ მივუთითე 20, ჩამოვიდა 20 პიქსელით ქვევით, დახატა 20 პიქსელი რადიუსის მქონე წრე და დაბრუნდა ისევ საწყის პოზიციაზე. თუ მივუთითე მე 30, ამ შემთხვევაში ჩამოვიდა 30 პიქსელით ქვევით, დახატა ისევ 30 პიქსელი რადიუსის მქონე წრე და დაბრუნდა საწყის პოზიციაზე. აქ მეტი ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის. აქ გვეკითხება თუ რამდენი პიქსელი რადიუსის მქონე წრე დავხატო, ანუ რამდენი იყოს პირველი და მეორე და მესამე წრის რადიუსები და ჩვენ რასაც ვუთითებთ, 10 მიუთითებთ, 100 მიუთითებთ, ამ რიცხვებს შეინახავს ეს ცვლადები და შემდეგ იგძახებს ფუნქციას და პარამეტრად უთითებს იმ ცვლადებს, რაც გვაქვს აქ შექმნილი. ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც ჩავწერთ რიცხვს, იმ რიცხვს შეინახავს ეს ცვლადი და იმ რიცხვის რადიუსის მქონე წრეს დახატავს, იმიტომ რომ drawsir-ს გამოიძახებს აქ და ფაქტიურად ჯერ რადიუსის ადგილზე მიუთითებს ამ first radius, შემდეგზე ამ ცვლადს და შემდეგზე მერე ამას რადიუსის ადგილზე, ანუ პირველი რადიუსი, მეორე რადიუსი, მესამე რადიუსს მიუთითებს აქ პარამეტრად. კარგი, next დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებას.